სულ რამოდენიმე ხნის წინ ჩამოყალიბდა ახალი ქართული მუსიკალური ჯგუფი Viagra Super Light. როდესაც ჩვენ მათი პირველი ნამუშევარი ვნახეთ, ყველანი ძალიან აღფრთოვანდით, გავმოწიწდით და ყველამ ერთხმად ვთქვით, მიმიქარავს ნამდვილი რუსული Viagra, გაუმარჯოს ქართულ ეროვნულ Viagra Super Lights. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ჩვენმა მსახიობმა დაურეკა Viagra-ს წევრ ერთ-ერთ გოგონას და გაეცნო მას, რა თქმა უნდა, როგორც კურიერის დილის გადაცემის კორესპონდენტი. და თხოვა სერიოზული ინტერვიუ და Viagra-ს ჩიტი აღმოჩნდა ჩვენს მახეში. გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე მინდა დღეს გაგაცნოთ, ასე ვთქვათ, გაგაცნოთ უმშვენიერეს ქალბატონი, ახლა უკვე პოპულარული ადამიანი, ნინო ადამაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. მე მინდა ვისაუბრო თქვენი შესანიშნავი კლიპის გარშემო, თუ შეიძლება ასე რომ ითქვას. ეხლა ვიცით რა ვქნათ, ეხლა ბევრი რო აღარ ვისაუბრო და მაყურებელიც რო ინტრიგაში არ ჩავაგდოთ, მოდით ვნახოთ ეს კლიპი, გავუშვათ და შემდეგ ვისაუბროთ ნელ-ნელა ნაწილ-ნაწილ. გთხოვთ ჩართეთ პირი. შეაჩერე. ეხლა საერთოდ ყველა ასეთი ტიპის კლიპში გამოყენებული არის ხოლმე რაღაც მაღალი კლასის მანქანები, მაგალითად Mercedes-ი ან კიდე სხვა უფრო უკეთესი კლასის და ეს რატომ მაინც და მაინც Opel-ი? ალბათ ეს ძალიან მშვენიერი ჩანაფიქრია და ამაში ჩემის აზრით გამოიხატება უბრალოება და რაღაც დიდებულება. თუ შეიძლება რას გეტყვით? მე დაგეთანხმებით იმაში, რომ იყენებენ ხოლმე მართლაც მაღალი კლასის ავტომობილებს, მაგრამ მე როგორც საერთოდ იდეის ავტორი ამ კლიპის და სცენარით ჩემი დაწერილი გახლავთ, გადავწყვიტე, რომ რატომღაც ყოფილიყო Opel Vectra და გასარეცხი. ირადად Vectra, ხო? Opel Vectra და თან გასარეცხი. ძალიან კარგი. მაშინ ახლა გავუშვათ ისე კლიპი და შემდეგზე გადავიდეთ. სიმღერაში ეს ვაჟიშვილობის თემა, ეს არის ამომავალი წერტილი, ხო? კი. და ეს არის რევოლუცია საერთოდ ქართულ კლიპმეიკერობაში და საერთოდ ქართულ ესტრადაზე, იმიტომ რომ გინდას ქართული ერგოთ, გინდას რუსული ხა, მე ნამდვილად არ მინახავს, არც გამიგია და არც მომისმენი არსად, რომ აი ეს თემა ვისმეს ასე ხმამაღლა, საჯაროდ გამოეტანოს ასე ასპარეზზე. ეს იყო მართლაც ტაბუდადებული თემა, იმიტომ რომ მე არ მახსოვს, რომ ვინმეს ვაჟიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებით საერთოდ ესაუბროს არამს თუ რაღაც სიმღერით გამოეხატო. ეს არის პროტესტი, ჩვეულებრივი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირ შემთხვევაში ბიჭები ჩვენ მანდილოსნებს დაგვცინიან ხოლმე იმის გამო, რომ ვართ ქალიშვილები. და ამ დროს ვინ ჩვენ დაგვცინის, თითქმის 80% მამაკაცებს, ვისაც არ ყავს ცოლი და არ არის ჰომოსექსუალისტი, დარწმუნებული ვარ, რომ არის ვაჟიშვილი. და ამ დროს ჩვენ დაგვცინია, რომ ვაიმე, ბერდებით და რა გეშველებად და კვდებით ქალიშვილები და თვითონ კვდებიან ვაჟიშვილები, რა ხალხო და მე გადავწყვიტე, რომ აი ასეთი ფორმი და მაიკოც რომ მეორე გოგონა რომელიც არის ამ კლიპში დამეთანხმა იმაში, რომ სერიოზულად არსებობს ქვეყანაში ვაჟიშვილობის ინსტიტუტი და ჩვენ გავილაშქრეთ აი ამ ტაბუდადებული თემის წინ. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით საერთოდ ასე რომ ვთქვათ რა და მე მივესალმები ამ ყველაფერს. ძალიან კარგი. ეხლა მე რა მაინტერესებს? თქვენ უკვე ასე ვთქვათ ბომონდში ხართ შესული. და მე მაინტერესებს აი ხა საერთოდ ბომონდის წარმომადგენლები ბევრ რაღაცას არ ჭამენ ხა ბოდიში ასე პირდაპირ ლაპარაკობ და აი თქვენ ღომს ჭამთ?
რა პრობლემაა? არანაირი? ღომის ჭამას არა, რა ვიცი ხო, აი ბრინჯის ღომი ვთქვათ, ღერღილის ახლა მრავალნაირი რეცეპტია. თქვენ რამე განსაკუთრებული რეცეპტი ხომ არ გაგაჩნიათ? ღომთან დაკავშირებით. კი ბატონო, გინდათ ღომთან დაკავშირებით. ჭავხალმე, მაგრამ ცოტა არა, ჭამს თუ წაუდიეთ, მივირთმევ ხოლმე, მაგრამ ვცდილობ რომ არ გავსუქო. აი ეს გული რო ავიღოთ, თქვენი ხელიდან ამოვიდა ესეთი ლურჯი ფერის გული. საერთოდ ყველგან მიღებულია კლასიკური ვარიანტი გულის არის წითელი. და რატომ მაინც და მაინც ლურჯი? გულს რაც შეეხება, ყველგან კი ფიგურირებს წითელი გული, მე გადავწყვიტე რომ ყოფილიყო ლურჯი. მოხიბლული ვარ ისევ თქვენი თუ შეიძლება. ეს თქვენი მაკიაჟი. იგივე ეს წითელი რუმიანა, ეს შავი ტუში. შავი ტუში ასახავს უზრუნველყოფას და წითელი რუმიანა აღორძინებას და აღფრთოვანებას და ამ ორივეს ერთმანეთთან როგორ აკავშირებთ თქვენ? არა, მე ესეთ ჩანაფიქრი არ მქონია. მე უბრალოდ მინდოდა მე თუნდაც იგივე ვექტრა რო არის გასარეცხი, სპეციალურად მოვძებნეთ ტალახიანი, მაგრამ გავაჭუჭყიანი და გადავიღეთ ის. ბექგრაუნდი უკან რო გაქვთ ეს ყველაფერი, ეს ბინა იქირავეთ თუ რა ხერით? არა, ის რა ხდება, ბინა არ გვიქირავია, მაგრამ ჩემი იდეა იყო პირადად რომ ყოფილიყო ეს ბინაში. მოგეხსენებათ რომ არ არის. ეს თქვენი ბინაა? ჩემი არ არის სხვისი ბინა. სხვისი ბისი მაგალითად? მაიკოსიც არ არის. ნუ სხვისია, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი. არა, ის მის საკუთარი ბინა გაფორმებულია აქ? კი, გაფორმებულია, გვათხო, თქვენ წარმოიდგინეთ. და ეხლა კიდე რა მაინტერესებს ამ ყმაწვილთან, რაც ამ ყმაწვილს ეხება. თვითონ ხომ არ არის რეჟისორი? იმიტომ ეხლა რაშია იცით საქმე, რომ აი მაგალითად რო ავიღოთ იგივე კვენტინ ტარანტინო, თავის ფილმებში უყვარს ხოლმე თავის გამოჩენა რაღაც პატარა მიკროკადრებში ხო. ესე იგი თქვენი ის თქმა გინდათ რომ ეს ამ კლიპის რეჟისორია? ამ კლიპის რეჟისორი არის ბესო მახარაშვილი, ჩემი მეგობარი, რომელიც ეხლა ამ მომენტში, მოცემულ მომენტში არის არი ჯოხაძის პროდიუსერიც. ნუ აი ეს ცეკვის მომენტები ხა საერთოდ ცეკვა კლიპში და ეს რაღაც მოძრაობები მე საერთოდ აღმაფრთოვანებს და ეხლა ძალიან კარგი მოძრაობები გაქვთ რა და ნუ არ შემიძლია რომ არ ჩაგეხუტო და თავი არ მოგადოთ რა. და უბრალოდ ეხლა მაინტერესებს რომელ ქორეოგრაფთან ემზადებოდით? არც. თუ საიდუმლო არ არის. არც. როგორ არც ერთთან? თქვენ თუ თვლით რომ დუბლიორი იდგა ეს მაყურებლის. დუბლიორზე არა, მე ქორეოგრაფზე. მაყურებლის გადასაწყვეტია, მაგრამ მე ვამბობ რომ არანაირი დუბლიორი არ იყო და ეს არის მარტივი მოძრაობები. მე ქორეოგრაფზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ხო შეიძლება კამერას უკან არა, საქმე იმაში გახლავთ რომ მანდილოსნებისგან განსხვავებით ვაჟიშვილები, გოგო თუ არის ქალიშვილი ამბობს რომ მე ვარ ქალიშვილი, მინდა რომ ქორწინებამდე ვიყო. და ვაჟიშვილები ამას არ აღიარებენ. არ აღიარებენ, მაგრამ რატოა მაშინ დადაცინი ამ ვაჟიშვილობის ინსტიტუტის უბრალოდ? ეგ მე არ მესმის, ეგ იმიტომ იქნება მასაც სურს იგივე გოგოსნაირად ვაჟიშვილობა შეინარჩუნოს და ქორწილამდე. გასაგებია, მაგრამ მაშინ რატო ამბობს იმას რომ ვაიმე მე გულავ, ვაიმე მე ესეთ რაღაც გოგოებში დავდივარ და გუშინ აქ ვიყავი და ვიგულავ და ვიგრია რაღაცეები, რა ბლატაობ ხოლმე აპატიეთ რას არა, ისე ეხლა თქვენ ძალიან მშვენივრად განასახიერეთ აფერისტი ვაჟიშვილები და მე ნამდვილად აფრთხონებული ვარ თქვენით. აი მე რჩება ის შთაბეჭდილება რომ ამ კლიპზე მუშაობდა 4 კამერა, კრანი და ურიკა. არა, ეს გადავიღოთ 2 კამერები. შეუძლებელია. შეუძლებელი წარმოსადგენია რომ ასეთი ეფექტი მოგცა 2 კამერამ. იმიტომ რომ აქ კადრების სვლა ერთი მეორეში გადადის იქ მიქსერი და ეს ტექსტი ვინ დაწერა საერთოდ ეს ტექსტი ყველაფერი. ნუ ზდეკ არის სტოპ ჩაულებრად გადმოთარგმნილი, მაგრამ თვითონ იდეა იქ მოგონი თუასწრებს სიყვარულზე ალაპარაკა. არანაირ ვაჟიშვილობა. და თქვენ ჯარში ხართ ნამყოფი? სად? ჯარში. არა. რატო? აბა საიდან ეს დეკ ეს არის ჯარისკაცების ასე ვთქვათ ბრძანება. დეკ რომ მიდის ეს ჯგუფი. რატო ვაჟიშვილი რომ ასე ვთქვათ და კერავს და არაფერი არ გამოძდეს, იმასაც შეიძლება უთხრა რომ დეკ. გენიალური კადრია ეს ფოტოშოპი ძალიან აღიარა. გეტყვით რომ აი ეს ტექსტი, მუსიკა, კლიპი, მისი მონტაჟი და შესრულება და ეს ყველაფერი ეს არის თავიდან ბოლომდე დებილობა.
თქვენი სუბიექტური აზრი გახლავთ. რატო არა მარტო ჩემი? აი გავიდეთ ახლა გარე და ნებისმიერს ვკითხოთ. კი, მაგრამ ეს გადავიღეთ ჩვენთვის, ჩვენი საახლო. ცხოვრებაში ასეთი იდიოტობა არავის არ უნახავს. შეიძლება, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ არიან ადამიანები. არა, რატო? იმიტომ რომ ეს არის სისულელე, რა ვიაგრა, რა სუპერ ვიაგრა, სუპერ ლაითი, რა ეს ლაპარაკობ საერთოდ, ა? და არ შეიძლება და დებილობის ნორმალური გაეკეთებინათ, ორი კამერა გქონდათ, დალოცვილებო, სამონტაჟო გქონდათ, ვიღა ხალხი გყავდათ და კასტინგზე ვინ მუშაობდა საერთოდ? კასტინგი არ ყოფილა. ეხლა მე გეტყვით ახლა ეს კლიპი სად შეიძლება საერთოდ გავიდეს რა. და ჩვენ არ გვინდოდა რომ სადმე გასულიყო, მე რო ეს დომო და მივიტანდი ტელეკომპანიებში და გაუშვებდი. და იცით რა, არ გაუშვებენ ამას. ამ იდიოტობას გაუშვებს მარტო ერთადერთი გადაცემა, რომელსაც ქვია გაიღიმეთ ფარული კამერა.